ჩემს პრაქტიკაში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ძლიერი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ, რომლებიც ძლიერ სინანულში არიან დღემდე ჩავარდნილი, მათი განდული ცხოვრების გამო. დაწყებული ცუდი ბავშვობიდან, შეუძლების უპასუხისმგებლობიდან და ასევე შემდეგ აგრძელებული სკოლის პერიოდში, სადაც მათი ყოველი დღე უდრიდა სიკვდილს, სადაც გადიოდნენ ძალიან დიდ დამცირებას, ძალიან დიდ ჩაგვრას, ძალადობას, სადაც სრულიად მარტოსულები იყვნენ და გვერდით არავინ იდგათ იმ დროს, რომ დახმარებოდნენ. განსაკუთრებით კი ეს წყენები ეკუთვნით მშობლებს და ახლო ადამიანებს. ჩემო კარგებო, ვინც ესე დღეში ხართ, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ დიდ სინანულში ხართ, დიდ წყენებში და ბრაში ხართ მთელი სამყაროს მიმართ. მაგრამ იცოდეთ, რომ ამას ქვია ზუსტად იმ ბავშვურ, ინფანტილურ მდგომარეობაში ჩარჩენა. მილიარდი კომპლექსებით, როგორიცაა არ ვარ ლამაზი, კარგი არ ვარ ღირსი და ასე შემდეგ. თქვენ ჩემო კარგებო, უბრალოდ წარსულში ხართ ჩარჩენილი და გამოსავალი კი გაქვთ მხოლოდ ორი. პირველი, ეს არის რომ ზუსტად იგივე მდგომარეობაში დარჩეთ და არაფერი არ შეცვალეთ. აბრალოთ ისევ ყველაფერი, მშობლებს, მასწავლებლებს, თანატოლ ბავშვებს, მთელ სამყაროს და გალიოთ ზუსტად ესეთ უსუსულ მდგომარეობაში მთელი ცხოვრება. ცუდი ის არის, რომ სანამ ჩვენ სხვას ვაბრალებთ ჩვენს დღევანდელ ყოფას, მანამ ვერაფერს ვერ შევცვლით. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ჩვენს ყოფაზე სხვას გადავაბართ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანამ ვინმეს ბრალია ჩვენი ცუდად ყოფნა, ჩვენ ბერკეტი ამ ყოფის გამოსწორების არ გვაქვს. ჩვენი ტვინი ასე ფიქრობს, რაც ჩვენი ბრალი არ არის, იმას როგორ გამოვასწორებ. ხოლო მეორე ვარიანტი კი ეს არის ადგე ყველაფრის მიუხედავად, ნელ-ნელა და მოკლე ნაბიჯებით გადაწყვიტვა შენი პრობლემა. ზუსტად ვიცი, რომ უმრავლესობა ადამიანებს თვალებში შეხედვასაც ვერ ბედავთ და ფეხებში უყურებთ. ასეთ შევასრულეთ, ნელ-ნელა ამოწიეთ თავის ზევით. პირველ დღეს მაგალითად მუხლებისკენ ამოწიეთ მზერა, მეორე დღეს ტანზე, შემდეგ გულმკერდზე, შემდეგ სახეზე და ნელ-ნელა ასე ეტაპობრივად რო გააკეთოთ. თქვენი გონების ის ნაწილი, რომელსაც დღემდე ეშინია, ზუსტად ის რომ მიხვდეს, რომ საშიში არაფერია. აუცილებლად ასევე დაკავდეთ სპორტით, განსაკუთრებით მამაკაცები. იქ მიღებული ძალა თქვენ მოგცემთ თავდაჯერებულობას. ზუსტად ეს არის საჯირო ნაბიჯები შენი ცხოვრების შესასრულად. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გახსოვდეს, მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს ბედნიერ ცხოვრებაზე. სხვას ეს ნაკლებად აღელვებს. ზუსტად იცოდე, სხვას არ ისმის შენი მდგომარეობა, რაც არ უნდა გითანაგვსნო. აზრი არ აქვს სინანულში ჩავარდეს, რაც იყო. წარსულს იმას უკვე ვეღარ შეცვლი. აზრი არ აქვს მშობლების დადანაშაულებას. მათ რომ სწოდნობდათ, როგორ მოქცეული იყვნენ, მაშინ ასე არის. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა მაგალითი მოქცე შენმა მშობლებმა მათი საქციელით. შენ მათი მადლობელი უნდა იყო. შენ მათმა გასწავლეს თუ როგორ არ გაზარდო და მოექცე შენ შვილს, როცა გიყოლებდა. ეს არის ზუსტად შენი დიდი გამოცდილება და ცოდნა ამ უბედურებიდან, რაც გადახდა თავს. იცი მთავარი რა არის? შენ ცოცხალი ხარ. ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, თავი გაქვს და შეგიძლია ფიქრი აზროვნება და მოქმედება. როგორ ფიქრობ, ნიკ უჩიცზე ცუდ მდგომარეობაში ხარ? მაგრამ მან იპოვა ძალა საკუთარ თავში. ეხლა კი მის გამოსვლას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალყურს და ყველას აძლევს мотивაციას. ჩემო მეგობარო, არ გაქვს დრო სინანულის. არ გეგონოს ეს ცხოვრება ხანგრძლივია. დრო გადის ძალიან მალე. ის ასაკი რაც დღეს გაქვს, ის აღარ დაბრუნდება. სინანულში ცხოვრება მხოლოდ სუსტების საქმეა, შენ კი არ ხარ სუსტი. შენში არის ძალა, რომელიც ღმერთმა მოგცა. უბრალოდ იმას მოძებნა ჭირდება შენში. დაიწყე პატარა ნაბიჯებით. არ მისცე უფლება შენს წარსულს ჩაგაგდოს სასწო წარკვეთაში. თუ ვინმე გამოხატავს სინანულს შენს მიმართ, არ მიიღო, არ შეიცოდო საკუთარი თავი. შენი ბედნიერება კბილებით უნდა გამოხრა. თუ არ გამოხვალ სინანულიდან, ვერასოდეს გაიგებ რა მშვენიერია ცხოვრება. რამდენი კარგი რამ გელოდება წინ. ერთ კარგ რამეს გეტყვი. რაც შენ გონია და ფიქრობ, რომ ლამაზი არ ხარ, არ იმსახურებ კარგს, ცუდი ხარ, არავის უყვარ ხარ, მარტო ხარ და ასე შემდეგ. ეს ყველა ცუდი შთაგონება, რომლებიც შენ თვითონ მიიღე. მაშინ როცა ყველა ჩაგრავდა. ვერავინ გიცავდა, ვერაფერს ვერ აკეთებ. შენ უბრალოდ არ იცოდი იმ დროს რა გექნა. როგორ მოქცეული ხარ. ხოლო ეს ფიქრები კი უკვე შენი ფიქრებია, უკვე სხვისი არა, ისე აღარ ხდება, როგორც ადრე, რომ შენ გონებას დამახსოვრებული აქვს ისევ სიტუაცია. და მას გონია, რომ ყველაფერი შეიძლება ისე მოხდეს თუ გარეთ გახო. დიდი დრო გავიდა მას მერე, მაგრამ შენთვის ისევ საფრთხე გონია გარეთ გასვლა. ხალხთან ურთიერთობა. რადგან ისინი საშინელ არსებად მიგაჩნდა. ეს ყველა შთაგონება საკუთარ თავზე, რომელიც მიიღე, მოხდა იმ ძიმე დროს, როცა პატარა იყო. შენ არ იცოდი მაშინ რა გექნა და როგორ დაგეხსნა თავი იმ უბედურებით.
მინდა იცოდე, რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს შენს ირგვლივ. სამყაროს თბილი და საინტერესო. ნელი ნაბიჯებით გამოდის შენი სკამის ქვეშიდან, სადაც შეძვერი და იმალები ხალხს სამყაროს. დაიწყო უბრალო ფეხით სიარულით. სადმე ბუნებაში ისავლეთ კბობა მზით, ხეებით, ბუნებით. გახსოვდე შენ ხარ პასუხისმგებელი შენ ცხოვრებაზე. როცა ამ პასუხისმგებლობას აიღებ საკუთარ თავზე, მიხვდები, რომ თურმე ყველაფერი შენს ხელშია. თუ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ხარ, მაშინ მიმართე სპეციალისტს, რომელთანაც გაივლი თერაპიას და რომელიც ძალას მოგცემს. ნუ იქნები სუსტი, არ გეკადრება ღმერთის შექმნას. შენ რასაც ახლა პრობლემას ეძახი, ეს არის შენი ცხოვრებისეული გამოცდა, რომელიც უნდა გადალახო. არ არსებობს სხვა ინსტრუმენტი გახდე ძლიერი. ეს ხდება მხოლოდ დაბრკოლების გადალახვით. ასე რომ უკვე დაიწყე დღეიდან ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯებით. მე ზუსტად ვიცი, რომ შენ ყველაფერი გამოგია. თუ იმას გჭირდებათ ჩემი დახმარება, კი ჩაიწერეთ კონსულტაციას. ვინც მე არ მიცნობთ, გეტყვით რომ მე ვარ თემონემსიტველი, ჰიპნოთერაპევტი, ოსტატი კოსმობერთან მუშაობის საკითხებში და მე ზუსტად ვიცი, თუ როგორ შემიძლია შენი დახმარება. მაგრამ იცოდე, სანამ ჩემთან მოხვალ, აუცილებლად შენ უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმული უნდა გქონდეს. ისურვებთ ყველა წარმატებას, გამოიწერეთ ჩემი არხი და თქვენ აქ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას, თუ როგორ გაიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება. აბა თქვენიც.